მოსკოვში ჩუქჩაბარებს ფილოსოფიის ფაკულტეტზე და ვერცად კითხვას ვერ უპასუხა, ყველაფერში ჩაიჭრა და ბოლოს პედაგოგებმა, პროფესორ მასწავლებლებმა გადაწყვიტეს, მოდი დავცინოთო და აბა გითხარიო, შენო გონიერი კაცი ხარო და რომელი ერიაო სამყაროშიო, სრულიად სამყაროშიო, ყველაზე ტლუ და შტერიო. არც დაფიქრებულა ჩუქჩა და რა თქმა უნდა ქართველი რა თქმა მაგას ლაპარაკი. გაოცდა სულ ახლა. ქართველზე ალბათ ბევრი რაღაცის თქმა შეიძლება, ბევრი რაღაცა შეიძლება დააბრალო, მაგრამ ტლუ და ჩლუნგი ქართველი გაუკვირდა სულ ყველას და კი მაგრამ რატო გითხარიო? შეგიძლია გითხრათ? რა თქმა მაგას რა შემიძლია რას ქვია? ახლავე აგიხსნით. აი 5 წელიწადია ჩემს სადარბაზოში, აქ მოსკოვში აქვეო. ცხოვრობსო ვინმე გოგიო. 5 წელიწადია უხსნი რომ ჩემი ცოლი მისი ცოლი არ არისო. ვერ გავაგებინე. ეს ანეკდოტი შემთხვევით არ მომიყოლია. კიდევ ერთს მოგიყვებით, ამასავით ძველს და მერე გეტყვით, არა წაგვართვეს ქართველებს. მეორე ჩემი ყველა საყვარელი ძველი, მაგრამ კლასიკური ანეკდოტი. რატო გოგო ჯიჯიკია ცოლიო? ვერ შევეწყო ბიჭო. ბიჭო მთელი ქუთაისი შეეწყო, შენ რა ვერ შეეწყო, რა ვახარ ამისთანა უნიჭო. ეს ორი ძველი ანეკდოტი, რომელიც ჩემ სიყრმეში მაქვს მოსმენილი, ცოტა ხნის წინაც მოვისმინე. ოღონდ ერთი იყო ერთ სხვა ერზე, ხოლო მეორე სხვა ერზე. ანუ ერთი ერთმა ხალხმა მიითვისა, მეორე ხალხმა მიითვისა და მისცეს ახალი სიცოცხლე თავიანთ ჯგუფში, ქვეშ კომენტარებია, ორივეგან ძალიან აფასებენ თავიანთ დიდ იუმორს ეროვნულს. სიმართლე გითხრათ, ნაწილობრივ გული დიდად არ დამწყვეტია, იმიტომ რომ ძალიან მორალური და ისეთი შესანარჩუნებელი ანეკდოტებში დიდი ვერაფერი ვნახე. სასაცილო ალბათ არის, იყო ყოველ შემთხვევაში თავის დროზე. მაგრამ აქ მთავარი სხვა რამეა, მთავარი პრინციპია. რაზე მაქვს საუბარი, სულ ცოტა ხანში გეტყვით, რამდენიმე წამში. მანამდე შეგახსენებთ, რომ კახასულუაშვილი გახლავართ, მწერალი და გიყვებით ძირითადად ქართულ ამბებს, რომელზე საუბარი ჩემი აზრით ღირს. დიახ, როგორც გითხარით, ეს ანეკდოტები უკვე წაიღეს. მანამდე საერთოდ გააქრეს ბოლო პერიოდში, აი იმ იმპერიაზე მაქვს საუბარი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ სულ ბოლოს. ქართველი კაცის სახელი და გვარიც კი ფილმებიდან, რომელსაც ომზე იღებდნენ. ადრე თუ ჩემს ახალგაზრდობაში და ბიჭობაში განსაკუთრებით ვერ ჩაივლიდა ვერცერთი ფილმი სამამულო ომზე, ისე რომ ქართველი არ ყოფილიყო შიგნით, არ ყოფილიყო გმირი, დადებითი პერსონაჟი, რა თქმა უნდა. ეტალონიც კი რიგ შემთხვევებში, მარტო ჯარისკაცის მამა რა დღირს, ხო? ბოლო პერიოდის უკვე აი იმ პირველი ყველაზე ძაფრი კონფლიქტების შემდეგ, რომელიც დაიწყო 90-იანებიდან და 2008-ში უკვე აი დაგვირგვინდა იმ საშინელებით, მათი პირუტყული გამოხტომით, საერთოდ ამოიღეს ქართული, ასე ვთქვათ, ფენომენი, ქართველი კაცი, ქართველი მეომარი, ყველა ფილმები და ისინი ჩაანაცვლეს სწორედ იმერებით, რომელზეც საუბარიც მე არ მინდა და ასე ვთქვათ, ჩრდილოეთ კავკასიელებით ნაწილობრივ და ნაწილობრივ იმ წარმომადგენლებით, რომლებსაც ანეკდოტები წაუღიათ. ხო, როგორც აღარ თქვი, დიდი და სავალალო ამაში ალბათ ანეკდოტების წაღებაში არაფერია, მაგრამ აი ესე ნაწილ ისე მიდის აქედან ბევრი რაღაცა უყურადღებობით, ჩვენი დაუკვირვებლობით, არ დაფასებით, რომ ცხადია ანეკდოტების დონეზე და მასშტაბზე ეს არ გაჩერდება. ძალიან ცუდმა რაღაცამ გამახსენა ის ყველაფერი, რომ ჩვენ არ გვჭირდება სხვების დახმარება იმაში, რომ განვიძარცვოთ, რაც გაგვაჩნია. მცირედიდან დაწყებული დიდით და კარგით. აი ამ დიდით და კარგით გავაგრძელებ და დიდხანს თავს არ შეგაწყენ, ცოტა ხნის წინ აი ესეთი ტელეხიდივით რაღაცა შეხვედრა მქონდა 16 წლის ახალგაზრდებთან ბავშვები რომ აღარ ქვიათ და აღმოვაჩინე რომ დაახლოებით აი ამ ჯგუფის რომლებიც ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ სხვათა შორის და ამან გააერთიანათ თითქმის ნახევარმა არ იცოდა ვინ იყო მაია ჭიბურდანიძე. ძალიან გული მეტკინა, იმიტომ რომ ალბათ არც ნონა გაფრინდაშვილი არ ეცოდინებოდათ, რომ არა ბოლო პერიოდში მისი უკვე კიდევ
ერთხელ დამტკიცება, რომ უდიდესი ქალბატონია მაიასთან ერთად, სამყაროში უდიდესი ჩვენი ეპოქისა, ერთიც და მეორეც, რომ არ ეთამაშა სენიორებში, იქაც დიდი წარმატებისთვის არ მიაღწია და კიდე ის კონფლიქტი რომ მოხდარიყო თუ არ ვცდები Netflix-თან თუ სხვასთან არ მახსოვს, ამერიკულ კომპანიასთან, სადაც იქაც მოუგო და იქაც დედოფალი როა, იქაც დაამტკიცა თავისი დიდი ქალობა. მაგრამ ეს ცალკე ის რომ ისინი 5 გზის მსოფლიოს ჩემპიონები არიან, ის რომ მათ მაშინ ფაქტურად არ ვიცი როგორი რეზონანსი გამოიწვია სამყაროში და რამხელა პოპულარობა შეძინა ჩვენს პატარა კუთხეს, ის რომ ქართველების სანახავად უკვე ქართველი ქალების სანახავად უცხოეთიდან სპეციალურად ჩამოდიოდნენ, მე ეს ვიცი, ახალგაზრდებმა არ იციან, ბავშვებმა არ იციან და გული დამწყდა. იციან სამაგიეროდ რამდენია ხელფასი რონალდუს და იამალს და ასე შემდეგ. ხელფასი, ლაპარაკი არ მაქვს ის რომ სპორტის ცნობილი ძალიან ფეხბურთი და კი მეფია სპორტის ალბათ და უნდა იცოდნენ რაღაცა და რაც ყურში ესმით, მაგრამ ის რომ მაია ჩიბურდანიძე საერთოდ არ სმენია, ამას ორი მიზეზი აქვს. ერთი ის რომ ქალბატონი მაია ძალიან თავმდაბალი ადამიანია, ისეთივე როგორც ქალბატონი ნონა, რა თქმა უნდა, ეს ჩემი ორი ლეგენდაა, ჩემთვის უძვირფასესი ქალბატონები და არ ჭირდებათ მათ არც იკადრებენ რომ მოვიდნენ და გინდა თუ არა დამენახე, რაც დღეს მოდაშია. მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ ჩვენი შვილებისთვის? მათ არ უნდა იცოდნენ ვინ არის ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე. არ არის ეს საჭირო. მოდი ახლა წამით წარმოვიდგინოთ რომ ესენი წარმოადგენდნენ რომელიმე იმ ერებს, რომლებმაც ანეკდოტებიც კი წაიღეს. იქნებოდა თუ არა დღე-დღე საუბარი მათზე ტელევიზიით, სოციალურ ქსელებში, რა ვიცი, ყველგან დაიწერებოდა კიდევ და კიდევ. არ ეკუთვნით, რა ვიცი აბა. ჩვენ შვილებს არ ეკუთვნით ცოტა მეტი რო იცოდნენ? შვილიშვილებს? მე მგონი ეკუთვნით, მაგრამ ვინ უნდა უთხრას? ვის ხელშიც არის დღეს ტელევიზიები, საიდანაც ყველაზე მეტი ინფორმაცია მოდის და გლაური სოციალური ქსელები, პოპულარულები ვინც არიან, იმათ ეს არ აინტერესებთ. როგორ გაუშვებს ტელევიზია, გინდა ერთი, გინდა მეორე, გინდა მეშვიდე და გინდა მერვე, როცა დღე-დღე ინდური სერიალი და თურქული სერიალი გადის. სად რჩებათ დრო, ვერ გაამტყუნებ, ხო? გულსატკენია და ცხადია ხიარულად დაწყებულია ესე უნდა დავამთავრო. იმიტომ რომ დაფიქრება გვიღირდეს იქნება. ვინა ვართ ჩვენ, რას წარმოვადგენთ? მე ნათქვამი მაქვს ადრეც რომ ძიუდო, რომელიც რელიგიად აქვს ნაქცევი იაპონელებს და მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ორთაბრძოლაა, შეიძლება ბევრმა არ იცის რომ პროცენტულად ქართველები პირველ ადგილზე არიან მოპოვებული მედლების მიხედვით. საიდან მოვიდა ეს ყველაფერი? ხო, პროცენტულად ანუ შეფარდებით რაოდენობის მოსახლეობისა და მედლების რაოდენობით ერთწულ მოსახლეზე. რო გადავთვალოთ. იქიდან მოვიდა რომ ჩვენი წინაპარი მთელი მისი ისტორიის განმავლობაში იბრძოდა და გადარჩენისთვის იბრძოდა. რომ აქამდე მოსულიყავით ჩვენი ენით, ჩვენი სულიერებით, ჩვენი რწმენით დიდება უფალს, ჩვენი მიწით ყველაფერი შეგვინარჩუნეს. და ჩვენ თუ პატივი არ ვეცით იმათ, ვის კისერზეც ამ ყველაფერმა გამოიარა, მათ შორის დიდი ნონას და დიდი მაიას კისერზე ამ ეპოქამ გაიარა. არაფრით არ ივარგებს ეს ცოდვაა ფაქტიურად, ფაქტობრივად. როგორც დღეს არის ესე ყოფილა სწორი. ხო, ეს მინდოდა მე თქვა, ნაკლებად ხირულად დავამთავრე, მაგრამ ალბათ საჭიროა. მშვიდობა თქვენს ოჯახებს, გაუმარჯოს ჩვენ სამშობლოს.